იმისათვის რომ ადამიანი არ იყოს მოწყენილობაში, ადამიანი არ ჩავარდეს უიმედობაში და არ დანერვოზდეს, დეპრესიაში არ ჩავარდეს, ადამიანმა უნდა იცოდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. რა არის? ჩვენ ხო ცოცხლები ვართ, ჩვენ ხო ვარსებობთ. რო არ ვარსებობდეთ და ჩვენ ვარსებობთ არა როგორც ქვა, არა როგორც ცხოველი, რომელიც დარბის. არამედ ჩვენ ვარსებობთ უცნაურად, როგორ უცნაურად? ვფიქრობთ, ვაზროვნებთ და ჩვენი ბიოლოგიის იქით და არა მარტო ბიოლოგიის, მთელი მატერიალური სამყაროს იქით ვიყურებით. ანალიზს უკეთებთ, გესმით? ანუ ჩვენ ძალიან უცნაურად ვარსებობთ. და ჩვენთვის შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ჩვენ ყოველი ადამიანი თავისი არსით ფილოსოფოსია, ანუ სიბრძნის მოყვარულია. ფილოსოფია არის სიბრძნის სიყვარული. ყველა ადამიანი ფილოსოფოსია. ყველა ადამიანს სიბრძნე უყვარს. იმიტომ რომ სიბრძნის გარეშე თუ ცხოვრობს, ის ჩავარდება დეპრესიაში, აბა რა იქნება? და რა არის სიბრძნის სიყვარული? მან გაიგოს, ადამიანმა გაიგოს ყოფიერების საწყისი რა არის? ანუ სინამდვილე რა არის? აი რა არის სინამდვილე? ჩვენ ხო პატარა თუ დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ სინამდვილე, რასაც მე ხედავ და განვიცდი, ავტომატურად ის სინამდვილე არ არის. მაგალითად, მე ზღვის პირასავ ვივარ და მზე რო ჩადის, მე თვალი მეუნება, რომ მზე ჩავიდა. მაგრამ სინამდვილე ეს არ არის, მზე არცადაც შესულა, დედამიწა ტრიალებს. ანუ ადამიანი იწყებს აზროვნებას და ეძებს სინამდვილეს, არენდობა თავის პირველად შეგრძნებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რო გვახსოვდეს. მეორე წუთში ადამიანს მანქანით მიდის და საბურავი დაეშვა. ეჩქარება სადღაც და რაღაცა ბიზნეს საქმეა და საბურავი დაშვება ძალიან ცუდია რა, აგვიანდება. ადამიანი შეიძლება ისტერიკაში ჩავარდეს, იჩხუბოს, იყვიროს, ინერვიულოს, გულის შეტევა მოუვიდეს, იმიტომ რომ საბურავი დაეშვა და იქ საქმე გაფუშტა და ბრძენი ადამიანი ასე არ იქცევა. ხიტყვის რომ ეს ჩემი ბრალი არ არის. ამიტომ ის რაც ჩემი ბრალი არ არის, მე მორალური პასუხისგებლობის წინაშე არ მაყენებს, ამიტომ მე არ ვნერვიულობ. ესე იგი რაღაცის გამო მოხდა ეს და თუ მორწმუნეა დიდება უფალო შენ სახელს. როგორც იქნება, იქნება. არ ნერვიულობს, ადამიანი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მის მიერ რაღაცა ბიზნეს გეგმა რო საქმე რომლისათვისაც ის გარბოდა და ეს საბურავი დაეშვა. ბრძენი ადამიანი სხვანაირად ხედავს სამყაროს და ბრძენი ადამიანი ეძებს სინამდვილეს. რა არის სინამდვილე? საბურავი დაეშვა და არ ვინერვიულებ, იმიტომ რომ ის არ არის სინამდვილე, რომ მე რაღაცა საქმის გამო ჩემი საღვთო ღირსება დავაკნინო რაღაცა საქმის გამო. არც რასაც ხედავ და მესმის, ავტომატურად არ ვიღებ მზის ჩასვლის არ იყოს. იმიტომ რომ ესეც არ არის სინამდვილე, არ ვენდობი ჩემი გზნობის ორგანოებს, ჩემს სიმართლეს ესე მარტივად. მე მაინტერესებს რა არის სინამდვილე, ანუ რა არის ჭეშმარიტება. რატომ მაინტერესებს? იმიტომ რომ ამ სამყაროში მე ვგზნობ, რომ ჩემ ადგილს ვერ ვიპოვი, თუ სინამდვილე არ გავიგე რა არის, ანუ თუ ჭეშმარიტება არ გავიგე რა არის. რა ფასი აქვს სინამდვილეს და ჭეშმარიტებას, მებოდადებო? თუ მე ეს ყველაფერი ამ სინამდვილე თქვა ჭეშმარიტება ვიპოვე, ეს არის ჭეშმარიტება და მასთან ქვადადე. და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამ ქვისთვის ჭეშმარიტების გვერდზე თევზს თუ რაღაცა, რა ვიცი, ორმოში აგდია თუ თევზის გვერდზე დევს. ჭეშმარიტებას სინამდვილეს იმდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც მის გვერდზე მე ცოცხალი ვარ და რამდენადაც მას შეუძლია ჩემი აღქმა მე იმის, ანუ სიცოცხლის გარეშე სინამდვილეს ეს აზრი არ აქვს. აი ათეისტურ სინამდვილეს რა აზრი აქვს? ათეისტები გეუბნებიან, რომ ეს სამყარო ქვების გროვაა, ანუ ლოგი ლამაზი ქვა ზოგი, მორჩა მეტი არაფერი და ეს ნელა გაცივდება და ყველაფერი მტრად იქცევა და რა, არც არაფერი. სინამდვილე მაშინ ხდება ღირებული, თუ ის ცოცხალია და მე ცოცხალი ვარ. ანუ სინამდვილე სიცოცხლის გარეშე უბრალოდ უაზრობაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მე თუ მწამს, რომ სინამდვილე და სიცოცხლე ერთად არის და მე თუ მწამს, რომ მე ამის შემეცნება შემილია, რატო ჩავარდები დეპრესიაში, უიმედობაში, გესმის? რატო მოვიწყენ საქმე მქონია ძალიან დიდი, უნდა ვიპოვო. სინამდვილე რა არის, ჭეშმარიტება რა არის და ის თუ ცოცხალია მართლა ის ამავე დროს. გესმით, ეს ამხელა რაღაცა, ამხელა საქმე მეძლევა მე ადამიანს.